მოსამართლე ეკა ბარბაქაძე ამ წუთებში მსჯელობს რა ტიპის აღკვეთის ღონისძიება შეუფარდოს ოთარ რომანოვ ფარცხალაძეს. საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს, რომელიც საქართველოში არ იმყოფება და რომელსაც სახელმწიფო ბრალდება ედავება ლევან ჯანგველაძის ბიზნესმენის მკვლელობის ორგანიზებას. დღევანდელ სასამართლო პროცესამდე გახდა ცნობილი, როდის დაინტერესდა გამოძიება ოთარ რომანოვ ფარცხალაძით ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობის საქმეში. ირკვევა, რომ ეს მოხდა აგვისტოს თვეში და დაახლოებით 2 თვით ადრე კი ფარცხალაძემ უკვე საქართველოს ტერიტორია დატოვა. დღევანდელ სასამართლო პროცესამდე პროკურორი ასევე ამბობდა იმას, რომ საქმეში არსებობს არაერთი მოწმის ჩვენება, რომელიც ადასტურებს, რომ ოთარ რომანოვ ფარცხალაძე იყო დაპირისპირებაში ლევან ჯანგველაძესთან და სწორედ ის არის პირი, რომელმაც ორგანიზებულ ჯგუფს შეუყვეთა ლევან ჯანგველაძის მკვლელობა საქართველოში. დღეს ადვოკატი ამტკიცებდა იმას, რომ 3 მოწმის ჩვენება არსებობს მხოლოდ ფარცხალაძის წინააღმდეგ, 3-ვე მათგანი არის ირიბი ჩვენება, აქედან 2 არიან რუსეთის მოქალაქე, რომლებიც საგანგებოდ ჩამოვიდნენ საქართველოში საიმედოდ, რომ მიეცათ ჩვენება ფარცხალაძის წინააღმდეგ და ამ ირიბი ჩვენებების საფუძველზე კი სასამართლომ არ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ნებისმიერი ტიპის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით. შეგვიძლია მოვისმინოთ განცხადებები, რომელიც პროცესის დაწყებამდე გაკეთდა. ლოგიკურია გელა უძილაურის საქმის მასალები აქ იქნება, იმიტომ რომ გელა უძილაური ამ საქმეზე დადგენილია როგორც ამსრულებელი და ის ფაქტი, როგორ მივიდნენ გელა უძილაურამდე, ესეც დადგენილია საქმის წარმოდგენილ მტკიცებულების საფუძველზე. რაც შეეხება კონკრეტულ მტკიცებულებებს, რასაკვირველია მოწმეთა ჩვენებები დაემატა კიდე დამატებითი მოწმეები, რომლებიც ერთობლიობაში ასაბუთებენ იმ გარემოებას, რომ ლევან ჯანგველაძე საფრთხეს გრძნობდა უშუალოდ ოთარ რომანოვ ფარცხალაძის და ძმებ მიქაძეებიდან და მას ჰქონდა გარკვეული მოლოდინები, რადგან ის იყო მას ჰქონდა გარკვეული უთანხმოება ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებით. აუდიო ჩანაწერიც არსებობს. საქმის გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად ის იმყოფება ამჟამად რუსეთში, 2025 წლის ივნისში დატოვა საქართველოს სახელმწიფო. გამოძიება დაიწყო 2025 წლის მარტის თვეში, როდესაც 14 მარტს მოკლეს ლევან ჯანგველაძე, ხოლო რაც შეეხება საქმეზე ოპერატიული ინფორმაცია, სადაც უკვე გაჩნდა ფიგურანტად და მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე გაჩნდა უკვე აგვისტოს თვით. არის თუ არა დადგენილი, ვინ აწვდიდა ინფორმაციას ლევან ჯანგველაძის თუნდაც ფრენასთან, თბილისში გადაადგილებასთან დაკავშირებით ამ დანაშაულებრივ ჯგუფს და უშუალოდ გელა უძილაურს. შეიძლება თუ არა ვიხილოთ კიდევ დამატებით დაკავებების სერია. ის ფაქტობრივი გარემოებები, რაც გაჟღერდა, რომ ინფორმაციას ეს ჩვენ ბრალის ფორმულებაშიც გვაქვს ასახული, რაც შეეხება დანარჩენ საკითხებთან დაკავშირებით, მიმდინარეობს აქტიურად გამოძიება. პირდაპირი მტკიცებულება, პირდაპირი მოწმის ჩვენება, პირდაპირი ინფორმაცია, რომელიც ოთარის რაიმე სახის შემხევლობას თუ ბრალეულობას დაადასტურებს, საქმეში ფიზიკურად არ არსებობს. შესაბამისად, ჩვენი მოთხოვნა იქნება აღკვეთი ღონისძიების გარეშე დარჩეს ბატონი ოთარ ფარცხალაძე. მხოლოდ არის ირიბი მტკიცებულება, რომელიც საკმარისი არ არის ბრალის წარსადგენადაც კი. ბატონი ოთარ ფარცხალაძე არის არა მიმალვაში, არამედ იგი იმყოფება საქართველოში არ იმყოფება, იგი სხვა ქვეყანაში იმყოფება. ამიტომ ვერ ვიტყოდი, რომ პიროვნება მიმალვაშია. უბრალოდ მოხდა ის, რაც მოხდა, წარუდგინეს ბრალი. სატელეფონო საუბრები არის ამ საქმეში? შემხებლობა არც ერთს არ გააჩნია ოთარ ფარცხალაძეს. სატელეფონო საუბრები არის ანუ ამ საქმეში? არ არის. გარანტიები აქვს, რომ რუსეთი არ დააკავებს მას? ოთარ რომანოვ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა 2023 წლის 17 ოქტომბერს შეუწყდა. გამოდის, რომ აქედან დაახლოებით 1 წლის განმავლობაში რუსეთის აგენტობაში მხილებული კაცი საქართველოს ტერიტორიაზე ისე გადაადგილდებოდა, რომ მასთან დამატებითი კითხვები საგამოძიებო უწყებებს არ გასჩენიათ და ჯერ კიდევ დასადგენია ასევე ვინ ეხმარებოდა ოთარ ფარცხალაძის დანაშაულებრივ ჯგუფს და ვინ აწვდიდა ოპერატიულ ინფორმაციას მიქაძეებს, ჯოხაძეს თუ უშუალოდ კილერს გელა უძილაურს, რომელიც უკვე მშავდებულია ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობის შესრულებაში და ვინ ეუბნებოდა მათ სად გადაადგილდებოდა ბიზნესმენი, რომელიც საქართველოში რამდენიმე დღით დაბრუნდა.